ადგილობრივი დასაქმდება უდიდესი მეტწილი იქნება ადგილობრივი ქართული მოსახლეობა, ეს უფრო მეტად იაფიც იქნება და პირიქით ჩვენს შემთხვევაში სარგებლობასაც მოიტანს. მეორე ის რომ 6 მილიარდის ინვესტიცია შემოვა, ამას მოყვება უამრავი საგადასახადო პროცედურა, ხო? აი, საქმიანობის ყველა ეტაპზე, მოკლედ აი, იქნება ეს პროექტის შეთანხმება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, გადასახადები, ხელფასები, მოკლედ ყველა ეტაპზე მოყვება მას საგადასახადო ვალდებულებები და ეს თანხა თავისთავად აისახება ადგილობრივ ბიუჯეტში. მესამე, განვითარდება ინფრასტრუქტურა. და ინფრასტრუქტურის განვითარებას, თალოდესაც მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, მოსდევს ერთი ძალიან პოზიტიური შედეგიც. აი მაგალითად თქვენ თვალწინ განვითარდა მსგავსი ტიპად, მაგალითად განვითარდა ბათუმი, ხო? როგორც კი მსგავსი მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა შეიქმნა, ამან დამატებითი მოტივაცია მიცა მის გარშემო მიმდებარე ტერიტორიას, რომ გაგვდარიყო ინვესტორებისთვის, ესე იგი, ინტერესის ობიექტი. მესამე რაც კიდე მთავარია. ის მითქნა გამომდინარე, რომ ეს პროექტი არის სამოხმარებლო ბიზნესის ინვესტიცია, ანუ სამოხმარებლო ბაზარზე გადის და არა ინდუსტრიულ ეკონომიკაზე. ბიძგს მიცემს ისეთი ტიპის ადამიანების კარიერულ განვითარებას, როგორც არის ეგრეთ წოდებული მენეჯერული კლასი, ასე რომ. ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი მთავარი სარგებელი რა შეიძლება კიდე იყოს ამ პროექტისა. უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ექნება მყარი ეკონომიკური საფუძველი. ეხლა არავინ, ესე იგი, არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს ამხელა თანხას, ამხელა თანხას კი არა, ადამიანურ ენაზე რო ვთქვა, ასლარს არ ჩადებენ ისეთ გარემოში, რომელიც არასტაბილურია. შესაბამისად, ის რომ მოლოდინები იქნება საინვესტიციო ბაზარზე, მათ შორის რეგიონში და რეგიონული ურთიერთობების გამყარება ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი.